ევთოოდირი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ თბილისიდან მიწვევა ისე დროს მიიღეს, როდესაც არჩევნებამდე თვეზე ნაკლები იყო დარჩენილი. ეს კი ევთოოდირის განცხადებით არასაკმარისი დროა სანდო და მნიშვნელობის მქონე დაკვირვებისთვის. განცხადების თანახმად გამჭვირვალე და სანდო არჩევნების დაკვირვება საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას მოითხოვს. ქართულმა ოცნებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირებლად ევთოოდირის მისია არჩევნებამდე 4 კვირით ადრე მოიწვია. ამის შესახებ ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 6 სექტემბერს განაცხადა. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ სადამკვირვებლო მისია დაგვიანებით შეგნებულად მოიწვია. როგორც ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის წევრები ამბობენ, ქართულ ოცნებას ევთოოდირის რეალურად მოწვევის სურვილი რომ ქონოდა, ივნისში მისიის მოწვევაზე უარს არ იტყოდა. ასეთი რამ ჩვენ გვინახავს ბელარუსშიც, გვინახავს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში, რომ ნდომოდა რეალურად ქართულ ოცნებას ევთოოდირის მისიის მოწვევა, ჯერ კიდევ ივნისში არ იტყოდა უარს ამის შესახებ. თან იტყუება კობახიძე, როდესაც ამბობს თითქოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის პრაქტიკაო ევთოოდირისთვის. 2006 წლიდან მოყოლებული საქართველოში ჩატარებულ ყოველ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ევთოოდირის მისია სრულფასოვნად იყო ხოლმე წარმოდგენილი. ახლა ველოდებით იმას რისი პროგნოზიც გავაკეთეთ, კერძოდ ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა მოლაპარაკე თავები დააბრალებენ ისევ ევთოოდირს არჩამოსვლას და ისევ ანტიდასავლური რიტორიკის წახალისებით იქნებიან დაკავებულები. რეჟიმმა, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ უკიდურესად გაუარესა საარჩევნო გარემო და უკვე თვეებია აწარმოებს ამორჩეველზე სისტემურ ზეწოლას, განზრახ დააგვიანა ევთოოდირის მოწვევა. ევთოოდირის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება ოცნების მიერ და სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არჩევნებამდე დაკვირვებაა აუცილებელი. ეს კი ოცნების რეჟიმის ინტერესში არასდროს შედიოდა, ოცნება არჩევნებს არჩევნებამდეც აყალბებდა, ამის პრაქტიკა გვაქვს და იგივე განზრახვა აქვს ახლაც. ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის პარტიებისგან განსხვავებით არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს 10 ოპოზიციური პარტია. არჩევნებში მონაწილეობის იდეას არ ეთანხმება პროევროპული პროტესტის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილიც. ისინი პროცესს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებენ. ნაციონალური მოძრაობის წევრის ანა წითლიძის თქმით, კობახიძის მიერ ფორმალურად ევთოოდირის მისიის დაგვიანებით მოწვევის მიზანი არის ის, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ფარსი შექმნან. თითქოს ქვეყანაში არჩევნები ტარდება. რეალურად კი წითლიძის თქმით, საქართველოში არჩევნები გაუქმებულია. ქართული ოცნების მხრიდან მასში, როდესაც სულ რაღაც ერთი თვეც არ არის უკვე დარჩენილი ამ რუსულ სპეცოპერაციამდე, ევთოოდირის მოწვევა არის კიდევ ერთი ტყუილი და კიდევ ერთი манипуляცია. ჩვენ გვახსოვს მანამდე გვახსოვს ქართული ოცნების განცხადებები ევთოოდირთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ არანაირი საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას არ აპირებდნენ ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ვნახეთ უკვე, რომ მასში, როდესაც ფაქტობრივად ყველანაირი შესაძლებლობა ტექნიკური ამოწურულია იმისი, რომ ევთოოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაზე, მაშინ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ფორმალურად, რომ უბრალოდ მიმართოს ევთოოდირს, რაც მათი მხრიდან კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ისინი ცდილობენ, რომ შექმნან რაღაცა ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება რაღაცნაირი ტიპის არჩევნები, რეალურად ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ისინი ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ოდირის დირექტორს განცხადებაში მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მისიის არჩამოსვლის მიზეზი დაგვიანებული მოწვევა. კალაძე სადამკვირვებლო მისიის არჩამოსვლას ბოროტ ძალებს და ქვეყნის შიგნით არსებულ აგენტებს უკავშირებს, რომლებიც მისივე მტკიცებით ქართულ სახელმწიფოს და ხალხს ებრძვიან. ველოდებოდი, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ იმის გათვალისწინებით, ჩვენ თუ გავიხსენებთ, რა დღე დააყარეს მათ მიერ გაკეთებულ საბოლოო დასკვნას და შეფასებას საპარლამენტო არჩევნებზე. ჯერ ხო გადაუარეს ფეხქვეშ გათელეს დასკვნა, რომელიც იქნა წარმოდგენილი. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულმა აგენტებმა, ქვეყნის გარეთ იმ ბოროტმა ძალებმა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს
და ქართულ ხალხს ებრძვის დღეს. და მესმის ახლა ამ ორგანიზაციის, ხო, თავშეკავებულები არიან და არ უნდათ ისევ ამ სიბინძურეში გაეღოს. სადამკვირვებლო მისიის დაგვიანებით მოწვევა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და ფაქტს სამწუხარო უწოდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო მთლიანობას. უწყება აგრეთვე ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ რეპრესიები გრძელდება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით. საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ცესკო არჩევნებისთვის რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების სიას ავრცელებს, რომელთა შორისაცაა იორდანიის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, ტუნისის დამოუკიდებელი უმაღლესი საარჩევნო ორგანო, მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია, ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია, სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისია და სხვები.